მე ვარ Frederick Eriksoni, თხილამურებით მთამსვლელი შვედეთიდან, რომელიც ცხოვრობს შამეში, საფრანგეთში. ჩვენ პაკისტანის ალპინისტთა კლუბში ვართ და ისინი დაგვიყენებენ რამდენიმე კითხვას, რათა დარწმუნდნენ, რომ საკმარისად კვალიფიცირებულები ვართ, რათა ავიდეთ და ჩვენი მიზანი შევასრულოთ. იმედია თქვენ წარმატებით მიაღწევთ თქვენს მიზანს, ანუ ასოას. ეთანხმებით. წლის 6 აგვისტო იყო და ფრედერიკ ერიქსონს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ეს მისი ბოლო დღე იქნებოდა დედამიწაზე. წარმოიდგინეთ, რომ დგახართ ზღვის დონიდან 27,000 ფუტის სიმაღლეზე კეორიზე მსოფლიოში მეორე ყველაზე მაღალ მთაზე. ჰაერი იმდენად იშვიათია, რომ ყოველ ჩასუნთქვაზე ფითქვაზე ფილტვები გეწვება. ტემპერატურა დაახლოებით -40 გრადუს უტოლდება. ტვინი ჟანგბადის ნაკლებობის გამო გებერება. შენი სისხლი სქელდება კეჩჩუპის კონსისტენციამდე და შენ უყურებ თითქმის ვერტიკალურ ყინულის დერეფანს, რომლის თავზეც უზარმაზარი არასტაბილური მყინვარი კიდია. შეაბიჯებ თხილამურების სამაგრებში და იმ თხილამურებს დაქანებ დაღმართზე, იმ გიჟურ საშიშ რელიეფზე, სადაც პატარა შეცდომაც კი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარია. დღეს მე გესაუბრებით ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და ფატალურ მთის დაპყრობის მცდელობაზე კაცობრიობის ისტორიაში. ეს არის ისტორია კაცის შესახებ, რომელმაც სცადა დაეშვა თხილამურებით ისეთი საშიში მთიდან, რომ მოქმედიც მთიდან, რომელიც კლავს ყოველ მეოთხე ადამიანს, ვინც უბრალოდ ცდის მის დაპყრობას. ბედისწერიანი არჩევანების ჯაჭვი, რომელმაც მიიყვანა ის იმ მომენტამდე და შოკის მომგვრელი შედეგი, რომელსაც არავინ ელოდა. ის, რაც ფრედერიკის საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ გავიგე, ეჭქვეშ დაგაყენებთ ყველაფერს, რაც გეგონათ, რომ რისკის შესახებ იცოდით. ეპიცოდით. მოგესალმებით უკიდურეს ზღვარზე. ყოველ მთაზე დედამიწაზე არსებობს უხილავი ხაზი. ის ზღვის დონიდან დაახლოებით 26,000 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. ამ ხაზის ზემოთ ადამიანის სხეული კვდომას იწყებს. ივდაპირი მნიშვნელობით კვდება. თქვენი უჯრედები ითიშება. თქვენი კოგნიტური ფუნქციები მცირდება. თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა წყვეტს მუშაობას. ყოველი წუთი, რომელიც ამ სიკვდილის ზონაზე მაღლა ატარებთ, სიკვდილისგან მოპარული წუთია. უმეტესობა ადამიანებისა, თუნდაც გამოცდილი მთამსვლელები, სიკვდილის ზონაში რაც შეიძლება ცოტა დროს ატარებენ. ისინი სწრაფად გადიან ამ ზონას, აღწევენ მწვერვალს და შემდეგ იმავე გზით ბრუნდებიან უკან, ფრთხილად ჩამოდიან. მაგრამ ფრედერიკ ერიქსონი უმეტესობას არ გავდა. ფრედერიკ ერიქსონი დაიბადა 1965 წლის 14 მარტს სანსფალში, შვედეთში და გაიზარდა ჩრდილოეთის ქალაქ უმეოში, სადაც ტყეები და მოკრძალებული ბორცვები იყო, ნამდვილი მთების ნაცვლად. ბევრი შვედი ბავშვის მსგავსად, მან ადრეულ ასაკში ისწავლა თხილამურებზე სრიალი. მაგრამ თავის თანატოლებისგან განსხვავებით, ფრედერიკმა გრავიტაციასა და თოვლთან თითქმის ძებუნებრივი კავშირი განივითარა. 20-იან წლებში მან მიტოვებული ჰქონდა დამუშავებული ტრასები და ეძებდა ხელუხლებელ ფაფუქ თოვლს ყველაზე მაღალ მწვერვალებზე, რაც კი შეეძლო ეპოვა. როდესაც თხილამურების უმეტესობა ალპებში ან როკის მთებში არსებულ ტრასებს სჯერდებოდა, ფრედერიკი ბევრად უფრო მაღალ მიზნებს ისახავდა. მას ოცნებად ჰქონდა დაესტრიალებინა იქ, სადაც ადამიანს არასდროს უსრიალია. მსოფლიოს 14 მწვერვალიდან, რომელთაგან თითოეული 26,000 ფუტს აღწევს და ყველა ღრმად აღწევს სიკვდილის ზონაში. 2010 წლისთვის მას უკვე ჰქონდა თხილამურებით დალაშქრული ჰიმალაის 4 გიგანტი. შიშაპანგმა 2004 წელს გაშერბრუმ, 2005 წელს. ლილა პიკზე თითქმის წარმატებული მცდელობა ჰქონდა 2005 წლის დასაწყისში, სადაც უკან დაბრუნება მოუწია. სულ რაღაც 500 ფუტით მწვერვალამდე და დაულაგირის ნაწილობრივი დაშვება 2007 წელს. ჰითოელი მცდელობა ამძაფრებდა მის საბოლოო ამბიციას. გამხდარიყო პირველი ადამიანი, ვინც კეორიის მწვერვალიდან თხილამურებით ჩამოურებოდა. მაგრამ თამსველებს ერთი გამონათქვამი აქვთ. ევერესტის ეირნობა კეორიკი ნამდვილი ასვლაა. არ მინდა ევერესტის საფრთხეები შევამციროთ ჩემი სახლის კომფორტიდან. კეორის სიმაღლე 28,251 ფუტია, რაც მას მხოლოდ ევერესტზე დაბალს ხდის. მაგრამ სიმაღლე არ არის ის, რაც კეორის სასიკვდილოდ აქცევს. ეს არის ამ მთის საფრთხეების საბედისწერო თახვედრა. მთების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც მწვერვალისკენ უფრო და უფრო ციცაბო ხდება, კეორი თავიდან ბოლომდე შეუბრალებლად ციცაბოა. 45 გრადუსზე მისი ფერდობები უფრო ციცაბოა, ვიდრე უმეტესობა პროფესიონალური სათხილამურო ტრასებისა კურორტებზე. ასეთ ფერდობებზე სათხილამურო ტრასებზე ეს ადგილებები ექსტრემალურ ზონებად მიიჩნევა.
კეორიზე ფერდობები დაფარულია ტყინულით, ქვებითა და ნაპრალებით, სადაც ნებისმიერი შეცდომა შეიძლება ათასობით ფუტის სიმაღლიდან ჩამოვარდნით დასრულდეს. და ამას ემატება ამინდის არაპროგნოზირებადი პირობები, რომლებიც მთამსვლელებს შეიძლება დღეების განმავლობაში გამოკეტოს. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს მისი შორეული მდებარეობა კარაკორუმის ქედზე, პაკისტანსა და ჩინეთს შორის, რაც სამაშველო ოპერაციას თითქმის შეუძლებელს ხდის. ამ ქაოსურ ამბავში პატარა გადახვევა. თუ გსურთ მეტი დაუმუშავებელი და უმონტაჟებელი ისტორია, რომელსაც აქ ვერ გაჩვენებთ, შემოვერთდით Extreme Communities Patreon-ზე. გნახავთ ნამდვილ Extreme Edge-ზე. ქორის დაპყრობის ისტორია ტრაგედიით არის დაწერილი. პირველი ამერიკული ექსპედიცია 1928 წელს რამდენიმე საშიში შემთხვევის შემდეგ უკან დახევით დასრულდა. პირველი წარმატებული ასვლა მხოლოდ 1944 წელს შედგა და მაშინაც კი იტალიური ექსპედიციის 11 წევრიდან მხოლოდ 2-მა მიაღწია მწვერვალს. 1986 წელს, რაც შავ ზაფხულად გახდა ცნობილი, ერთ სეზონში 13 მთამსვლელი დაიღუპა. და მაინც ამდენი ათწლეულის ტრიუმფისა და ტრაგედიის მიუხედავად, არავის გაუვლია წარმატებით თხილამურებით კეორიის მწვერვალიდან. ბევრმა ამ იდეას თვითმკვლელობად მიიჩნია, მაგრამ ფრედერიკ ერიქსონი სხვებისგან განსხვავებული იყო. იმის გასაგებად, თუ რატომ აირჩია ფრედერიკმა ეს გზა, ერთი წამით წარმოიდგინეთ თავი მის ადგილას. უკვე მიაღწიეთ იმას, რასაც ძალიან ცოტა ადამიანი შეძლებს ოდესმე. თქვენ გახართ მთის მწვერვალზე, სადაც ჰაერი იმდენად იშვიათია, რომ უმეტესობა რამდენიმე საათში გონებას დაკარგავდა. თქვენ დაგისრიალებიათ თხილამურებით ისეთ დაქანებულ ფერდობებზე, სადაც ნებისმიერი დაცემა გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავს. და თქვენ გადარჩით უმნიშვნელო დაზიანების გარეშე. ყოველი წარმატების შემდეგ თქვენი თავდაჯერებულობა იზრდება. შეუძლებელი შესაძლებლად გეჩვენებათ. სიტამამისა და უგუნურების ზღვარი იწყებს დაბინდვას. ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელსაც ექსტრემალური სპორტის ფსიქოლოგიის ექსპერტები ექსპერტის მახეს უწოდებენ. როდესაც царსული წარმატებები ქმნის მოუწყვლადობის საშიშ შეგრძნებას, ეს ზუსტად ამპარტავნება არ არის, არამედ იმის გადახარისხებაა, თუ რა გგონია საშიში. რისკები, რომლებიც უმეტეს ადამიანებს დააფრთხობდა, იწყებს მართვა და დახქმას. 2009 წელს ფრედერიკმა თავისი პირველი მცდელობა გააკეთა კიორიზე, იტალიელ მთამსვლელ მიქელე ფაისთან ერთად. წარმოიდგინეთ ეს ორი, როგორ ჩამოდიან საბაზო ბანაკში, აღფრთოვანებულები, აღელვებულები, ოცნებას იხდენენ. ისინი თავიანთ თავგადასავალზე წერენ Powder Magazine-ისთვისაც კი, თავიანთ მოგზაურობას მთელ მსოფლიოს უზიარებენ. ფრედერიკი იმდენად თავდაჯერებული იყო, რომ მან მართლაც დაწერა რაღაც, რაც ზურგში ჟრუანტელს გაგრძნობინებთ, როცა გაიგებთ რა მოხდა შემდეგ. მან თქვა, აქ მოსასვლელად ჩანჩქერში მანქანით გავლა ალბათ უფრო საშიში იყო, ვიდრე ყველაფერი, რასაც კეორიზე შეხვდებით. უფრო საშიში, ვიდრე ყველაფერი, რასაც ისინი კეორიზე შეხვდებოდნენ. ეს სიტყვები ყველაზე ცუდად შემოუბრუნდებოდა მას. თავდაპირველად ყველაფერი კარგად მიდიოდა. ისინი ავიდნენ პირველ ბანაკამდე, რომელიც თითქმის 20,000 ფუტის სიმაღლეზე იყო. გადალახეს ყინულის უზარმაზარი კოშკებისა და დაფარული ნაპრალების ლაბირინთი, რომელშიც ადამიანი მთლიანად შეიძლება ჩაეშვას. ერთი კვირის შემდეგ ისინი მეორე ბანაკისკენ გაემართნენ. ისეთი ციცაბო ფერდობებზე ადიოდნენ, რომ უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის თოკების დამაგრება სჭირდებოდათ. მაშინაც კი ამინდი ხელს უწყობდა. კეორი თავისი მომაკვდინებელი ქარიშხლებითაა ცნობილი, მაგრამ თამშვიდი იყო, თითქოს მათ თავისკენ იზიდავდა. შემდეგ დადგა დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. როცა ასეთ მაღალ მთაზე ადიხარ, ვერ ახვალ პირდაპირ მწვერვალზე. შენი სხეული ჟანგბადის ნაკლებობის გამო მუშაობას შეწყვეტდა, ვედდა. უნდა აკლიმატიზირდე, მაღლა ახვიდე და დაბლა დაიძინო, რომ შენი სხეული ნაკლები ჟანგბადით გადარჩენას შეეჩვიოს. ამიტომაც ორი მთამსვლელი სწორედ ამას აკეთებდა და გადაწყვიტეს თოვლის მდგომარეობა შეემოწმებინათ. მეორე ბანაკიდან საბაზო ბანაკამდე თხილამურებით დაშვებით. ეხლა წარმოიდგინეთ ეს თუ შეგიძლიათ. მიშელ ფატე, ელიტური მთამსვლელი, რომელსაც არაერთი 26,000 ფუტიანი მწვერვალი აქვს დაპყრობილი, 50 გრადუსიან დაქანებულ ფერდობზე თხილამურებით ეშვებოდა. ეს უფრო ციცაბო იყო ვიდრე თითქმის ყველაფერი, რასაც თხილამურების კურორტზე ნახავდით. მისი თხილამურების ქვეშ ზედაპირი თოვლისა და ყინულის ნაზავი იყო. შემდეგ წამში ყველაფერი არასწორად წავიდა. ფეიტს თხილამურის კიდე მოედო. ანუ, მისი თხილამურის ლითონის მხარე ყინულზე გადაცურების ნაცვლად მასზე გაიჭედა. ჩვეულებრივ თხილამურების ტრასაზე ეს უბრალოდ დაცემას, ალბათ შელახულ თალმოყარეობას და მტკივნეულ სხეულს ნიშნავდა. ის ცოტას გაცურდებოდა, თვითონვე შეჩერდებოდა, თავს დაიფერთხავდა და გზას გააგრძელებდა. მაგრამ კეორის ფერდობებზე ეს სასიკვდილო განაჩენი იყო. ფრედერიკი მხოლოდ შიშით უყურებდა, როგორ ეცემოდა მისი მეგობარი მთის ფერდობზე. წარმოიდგინე, როგორ უყურებ ადამიანს, რომელიც გიყვარს, როგორ ეჯახება კლდეებს, სიჩქარეს იკრებს და სრულიად უმწეოა. ფეიტი 3,000 ფუტით დაეცა. ეს იგივეა, რაც 300 სართულიანი შენობიდან გადმოვარდე. მისი სხეული ბოლოს შორს, ქვემოთ, პატარა თოვლიან პლატოზე გაჩერდა.
ფრედერიკმა მაშინვე დაიწყო მეგობრისკენ დაშვება. მას 20 წუთი დასჭირდა, რომ ფეითის სხეულამდე მისულიყო ამ უკიდურესად საშიში მარტო დაშვებისას. როცა მივიდა, რეალობა აუტანელი იყო. ფეითის თავის ქალაქას დაჯახების შედეგად ჩამსხრეული ჰქონდა. მისი მეგობარი და ცოცვის პარტნიორი ასე უბრალოდ აღარ იყო. მაგრამ აქ ეს ისტორია ისეთ მოულოდნელ შემოbrunებას იღებს, რომ ნამდვილად დაგაფიქრებთ ადამიანის გონებაზე. რისკების მიუხედავად, ფრედერიკი იმავე სასიკვდილო ფერდობზე საათობით დარჩა. მან წენახინით იმპროვიზებული საფლავი ამოთხარა. ფეითის სხეული თოვლითა და ქვებით დაფარა. მთელი ამ დროის განმავლობაში, როცა ამას აკეთებდა, ის იმავე საფრთხეებს იყო დაქვემდებარებული, რომლებმაც ახლახან მისი მეგობრის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეხლა უმეტესობისთვის, თუ შენ უყურე როგორ დაიღუპა შენი მეგობარი იმ საქმის მცდელობისას, რისთვისაც ორივე იქ იყავით, ალბათ ყველაფერს ჩაალაგებდი და წახვიდოდი. უმეტესობა ამას ისე მიიღებდა თითქოს სამყარო ყვირის, რომ სახლში დაბრუნდნენ, ოცნება მიატოვონ და სიცოცხლე ამბიციას ამჯობინონ. საბაზო ბანაკში ყველა ფიქრობდა, რომ ფრედერიკი წავიდოდა. ვინ არ წავიდოდა? მაგრამ ფრედერიკსნაირ ადამიანებში რაღაც განსხვავებულია. მათი ტვინი პირდაპირ განსხვავებულად მუშაობს ჩვენთან შედარებით. მეცნიერებმა ექსტრემალური სპორტსმენების ტვინის MRI სკანირება ჩაატარეს და მათ რაღაც საოცარი აღმოაჩინეს. ამ ადამიანებს ამიგდალაში, რომელიც ტვინის შიშის ცენტრია, აქტივობა შემცირებული აქვთ. ამავე დროს მათ გაუძლიერებული აქვთ აქტივობა იმ ნაწილებში, რომლებიც ჯილდოს აღქმას ამუშავებს. როცა მე და შაფრთხეს ვხედავთ, ისინი გამოწვევას ხედავენ. როცა მე და შენ შიშს გგრძნობთ, ისინი მაქსიმალურად კონცენტრირებულები არიან. 2 დღის განმავლობაში მარტო კარავში, მეგობრის გლოვის შემდეგ, ფრედერიკი გამოვიდა და გამოაცხადა რაღაც, რამაც ბაზის ბანაკში ყველა გააოცა. ის არ ნებდებოდა. ის შემდეგ წელს დაბრუნდებოდა, რომ კიდევ ეცადა. ეს მისი მეგობრის ხსოვნის უპატივცემულობა არ იყო. ფრედერიკის აზრით, ეს თითქმის პატივისცემის გამოხატულება იყო. მათი საერთო ოცნება იმ თაზე არ მოხდებოდა, თუნდაც მიშელი დაღუპულიყო. 2010 წლის ზაფხულში ფრედერიკი ისევ კეორის საბაზო ბანაკში დაბრუნდა. ამჯერად ფრედერიკს ახალი პარტნიორი ჰყავდა, ავსტრიელი მთამსვლელი გერლანდე კალტენბრუნერი. და გერლანდე უბრალოდ მთამსვლელი არ იყო. ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალი მაღალმთიანი მთამსვლელი ისტორიაში, რომელიც საკუთარ საოცარ ოცნებას მისდევდა. გამხდარიყო პირველი ქალი, რომელმაც ყველა 14-26,000 ფუტიანი მწვერვალი დამატებითი ჟანგბადის გარეშე დალაშქრა. 2010 წლისთვის მას უკვე 12 ასეთი გიგანტი ჰქონდა დაპყრობილი. ისტორიული მიზნის დასასრულებლად მხოლოდ K2 და ბროდპიკი ჰქონდა დარჩენილი. გერლანდე ზუსტად ის ადამიანი იყო, ვინც ფრედერიკს გვერდით სჭირდებოდა. ტექნიკურად გამოცდილი, მენტალურად უძლიერესი და მტკიცედ ემხრობოდა ჟანგბადის ბალონის გარეშე ცოცვას. ხედავთ, ბევრი მაღალმთიანი მთამსვლელი იყენებს ხელოვნურ ჟანგბადს, რათა სიკვდილის ზონის ეფექტებს გაუმკლავდეს. ეს ორი არა. ისინი თვლიდნენ, რომ თას უნდა შეხვედროდნენ მის სუფთა ფორმაში, ტექნოლოგიური დახმარების გარეშე. ეს პურისტული მიდგომა მნიშვნელოვნად ზრდიდა რისკს, მაგრამ სრულად შეესაბამებოდა მათ საერთო ალპინისტურ ფილოსოფიას. თუ ეშმაკთან აპირებთ ცეკვას, ჯობია თვალებში შეხედო. 2010 წლის სამთო სეზონი უბრალოდ საშინელი იყო. ჯიუტი ამინდის პირობები გამუდმებით აწვებოდა კარაკორუმის ქედს. ერთი შტორმის შემდეგ მეორე მოდიოდა და არასტაბილურ თოლს აკრიდა კეორიის ზედაფერდობებზე. ჯგუფები კვირების განმავლობაში საბაზო ბანაკში იყვნენ გაჭედილები. ელოდნენ ამინდის გაუმჯობესებას, რომელიც თითქოს არასდროს დგებოდა. რამდენიმე ექსპედიციამ უკვე ხელი ჩაიქნია. აღარ სურდათ ამ უსასრულო ლოდინის თამაში. აგვისტოს დასაწყისისთვის მდგომარეობა სასოწარკვეთილამდე მივიდა. ასვისთვის ხელსატრელი დრო სწრაფად იწურებოდა, რადგან მუსონური სეზონი კარს იყო მომდგარი. სანამ ეს პროგნოზირებადი ყოველდღიური ქარიშხლები მუსონთან ერთად მოვიდოდა, შეიძლებოდა მხოლოდ ერთი მოკლე პერიოდი ყოფილიყო სტაბილური ამინდის, შესაძლოა მხოლოდ ერთი დღის ხის ხანგრძლივობით. 24 საათი იმის მისაღწევად, რასაც უმეტესობა სრულყოფილ პირობებში და შეუზღუდავი დროითაც ვერ შეძლებდა. 5 აგვისტოსთვის ფრედერიკი, გერლანდე, ამერიკელი მთამსვლელი ტრეი კუკი და კიდევ 6 ალპინისტი როგორღაც ყველაფერს გაუმკლავდნენ. ისინი მივიდნენ ბანაკ 4-ში 26,000 ფუტს სიმაღლეზე და თითქმის მწვერვალთან. მას შემდეგ რაც რამდენიმე დღე ღრმა თოვლში იბრძოდნენ, რომელიც ზოგჯერ თითოეულ ნაბიჯზე წელამდე სვებოდათ. მათი მდებარეობიდან მწვერვალამდე მხოლოდ დაახლოებით 2200 ვერტიკალური ფუტი რჩებოდა, მაგრამ ეს იქნებოდა მათი ცხოვრების ყველაზე საშიში 2200 ფუტი. ამინდის პროგნოზი საუკეთესო შემთხვევაში ბუნდოვანი იყო. ზოგი ვარაუდობდა, რომ პირობები ღამით შეიძლება გაუმჯობესებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხლის ღრუბლები იკრიბებოდა, ბანაკ 4-ში მყოფმა კიდევ 6 მთამსვლელმა გადაწყვიტა, კიდევ ერთი დღე დაეცადათ, თუნდაც ეს ნიშნავდეს, რომ ისინი არასდროს ავიდოდნენ K2-ის მწვერვალზე.
The Frederick, Gerland, the Trey აღმოჩნდნენ ერთ-ერთი იმ ცხოვრების გამსაზრდელი გადაწყვეტილების წინაშე. დაელოდონ უკეთეს ამინს თუ გამოიყენონ ის, რაც შეიძლება მათი ერთადერთი შესაძლებლობა იყოს. ეხლა მინდა ერთი წუთით წარმოიდგინოთ თავი იმ კარავში, 26,000 ფუტის სიმაღლეზე. თქვენი სხეული პირდაპირ მნიშვნელობით გვხვდება იშვიათ ჰაერში. ყოველი ჩასუნთქვა არასაკმარისად გეჩვენებათ, თითქოს ჟანგბადის მიღებას ყავის საწრუპით ცდილობთ. ამ მომენტისთვის წლები ივარჯიშეთ. $10,000 უთვალავი საათი დანჯვა. და ახლა აქ ხარ, ასე ახლოს მიზანთან, რომ თითქმის შეგიძლია მისი გემო იგრძნო. პროგნოზი მხოლოდ მცირე იმედს გაძლევს, რომ პირობები შეიძლება გაუმჯობესდეს. ექსმა სხვა მთამსვლელმა, რომლებსაც იგივე ინფორმაცია ჰქონდათ, გადაწყვიტა, რომ ეს ძალიან სარისკო იყო. რას გააკეთებდი შენ? ფრედერიკმა გადაწყვიტა ეცადა. მიუხედავად იმისა, რომ პირობები დაახლოებით 11 საათზე გაუარესდა. ქარის გაძლიერებისა და ხილვადობის შემცირების მიუხედავად, მათ გადაწყვიტეს მწვერვალზე ასვლა. და სწორედ ამ ერთმა გადაწყვეტილებამ განსაზღვრა მისი ბედი. 6 აგვისტოს ღამის პირველის ნახევარზე, როცა სხვა მთამსვლელები თავიანთ კარვებში უსაფრთხოდ ისვენებდნენ, ფრედერიკი, გარლანდეი და ტრეი გავიდნენ გარეთ ისეთ სიცივეში, რომ თითქოს ცოცხალი იყო. მათმა თავის ფარებმა სიბნელეში სუსტი ყვითელი კონუსები გააკეთეს, რომლებიც ძლივს ანათებდნენ წინ მდებარე რელიეფის რამდენიმე ფუტიან მონაკვეთს. ტემპერატურა იმდენად დაბალი იყო, რომ ღია კანი რამდენიმე წუთში გაიყინებოდა. და მათ ზემოთ, სიბნელეში, აღმართული იყო მთის ყველაზე ტექნიკური და ყველაზე საშიში მონაკვეთი, კვადაღებული ბოთლის ყელი. იმის გასაგებად, რაც შემდეგ მოხდა, უნდა გაიგოთ რა არის ვიწრო ადგილი. ეს არის ვიწრო ხევი, თითქმის ვერტიკალური ყინულით, დაახლოებით 300 ფუტის სიმაღლის, სადაც ფერდობები ზოგ ადგილას 80 გრადუსს უახლოვდება. ეს არსებითად ბუნებრივი ძაბრია მთაზე, რომელიც ალპინისტებს აიძულებს შევიდნენ შეზღუდულ სივრცეში, სადაც ერთდროულად რამდენიმე საფრთხის წინაშე დგანან. თავად ხევი უკვე საკმარისად რთულია. ტექნიკური ყინულზე ცოცვა 27,000 ფუტის სიმაღლეზე უზარმაზარ უნარსა და გამძლეობას მოითხოვს. ყინულის წერაყინის ყოველი მოქნება, კრამპონის ხოვი დარტყმის, ყოველი დარტყმა ასეთ სიმაღლეზე ძვირფას ჟანგბადს მოითხოვს, რომელიც ტვინსა და გულს სასიცოცხლოდ სჭირდება. ზოგი ალპინისტი ამბობს, რომ მონაკვეთის გავლას, რომელიც დაბალ სიმაღლეზე 30 წუთს მოითხოვს, სიკვდილის ზონაში 2 საათი ან მეტიც კი სჭირდება. მაგრამ ის, რაც ბოთლის ყელს ნამდვილად საშიშს ხდის, არის ის, რაც პირდაპირ მის ზემოთ კიდია. დაკიდებული მყინვარი, რომელიც რამდენიმე შენობის ზომისაა და შეუძლია გაფრთხილების გარეშე მოწყდეს, ტონობით ყინული ჩამოიყოლოს და ხევში ჩამოიშალოს. ეს სიროკი, რომლის წონაც 1000-ობით ტონად არის შეფასებული, ადგილზე მხოლოდ იმ ფიზიკურ ძალებს უჭირავს, რომლებიც მუდმივად იცვლება, რადგან მყინვარი მოძრაობს, თბება და ბზარავს. ეს ისეთია, თითქოს დატენილ იარაღის ლულაში ადიხარ. მხოლოდ 2 წლით ადრე, გეორიის ისტორიაში ყველაზე მძიმე კატასტროფის დროს, ამავე სიროკიდან ყინულის ჩამონგრევამ ერთ დღეში 11 მთამსვლელი იმსხვერპლა. 2008 წლის სამთო სეზონის განმავლობაში სიროკის ნაწილი მოწყდა მაშინ, როცა რამდენიმე გუნდი მწვერვალიდან ჩამოსვლას ცდილობდა. ჩამოვარდნილმა ყინულმაც აიღო დამაგრებული თოკები, რომლებსაც მთამსვლელები დაშვებისას იყენებდნენ, რის შედეგადაც ბევრი მათგანი უმისამართოდ დარჩა და ჩამოსვლის გზა აღარ ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი მაშინვე სასიკვდილოდ გადავარდა. სხვები სიცივეს ემსხვერპლენ მას შემდეგ, რაც მთაზე რამდენიმე დღე გაჭედილები იყვნენ. ფრედერიკი, გარლანდე და ტრეი ამ ისტორიას კარგად იცნობდნენ. ყველა მთამსვლელმა გეორიზე იცის. 2008 წლის კატასტროფის ამბები, მაგრამ მათ ასევე იცოდნენ, რომ ყველაზე საშიში ადგილი სიროკთან ახლოს, სწორედ მის ქვემოთ ყოფნაა. და ამ რისკის მინიმიზაციის ერთადერთი გზა არის, რაც შეიძლება სწრაფად გაიარო ბოთლნეკი. დილით 7 საათზე ამ კოშმარულ პირობებში 5 საათნახევარი ცოცვის შემდეგ ტრეიმ უკვე საკმარისი ნახა. ექსტრემალური სიცივის, ისეთი ცუდი ხილვადობის, რომ ერთმანეთს ძლივს ხედავდნენ და სრული გამოფიტვის კომბინაციამ დაარწმუნა იგი, რომ რისკი უბრალოდ არ ღირდა. მან მიიღო რთული გადაწყვეტილება დაბრუნებულიყო უკან. ფრედერიკი და გერლანდე აგრძელებდნენ აღმასვლას. ეს იყო ფრედერიკის მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა გზა მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი მეწყვილე უკან დაბრუნდა. თამსვლელობაში, როცა ვინმე შენი გუნდის წევრი გადაწყვეტს, რომ პირობები ძალიან სახიფათოა, ეს წითელი ალმის აწევას გავს. ეს არის გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. ტრეი კუკი არ იყო უბრალოდ მოყვარული. ის გამოცდილი მთამსვლელი იყო. ფრედერიკმა მაინც გააგრძელა გზა. მაგრამ ყველაზე საბედისწერო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წინ იყო. როდესაც ისინი ბოთლნეკს მიუახლოვდნენ, ფრედერიკი დადგა არჩევანის წინაშე, თუ როგორ დაეცვა თავი ასვლის ყველაზე საშიშ მონაკვეთზე. სტანდარტული პრაქტიკა იქნებოდა თოკის გამოყენება მთამსვლელებს შორის, რაც დაცვას უზრუნველყოფს დაცემის შემთხვევაში, მაგრამ თოკების სვლას ანელებს.
და სიკვდილის ზონაში სისწრაფე ზოგჯერ უსაფრთხოებას ნიშნავს. რაც ნაკლებ დროს გაატარებ უკიდურეს სიმაღლეზე, მით უკეთესი შანსი გაქვს გადარჩენის. ფრედერიკმა გადაწყვიტა ბოთლნეკის გავლა თოკის გარეშე. ის პირველი წავიდოდა, ხოლო გარლანდე უკან მიხვებოდა. არის კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა იცოდეთ ფრედერიკის მდგომარეობის შესახებ. განსხვავებით უმეტესობამ თამსვლელებისა, რომლებიც ცდილობენ კეორიზე ასვას, მას მხოლოდ სამთო აღჭურვილობა არ ჰქონდა. მას ზურგზე თხილამურების აღჭურვილობა ჰქონდა მიმაგრებული. ეს დამატებითი კილოგრამები შეიძლება დიდად არ მოგეჩვენოთ, როცა მყარ მიწაზე დგახართ, მაგრამ 27,000 ფუტის სიმაღლეზე, სადაც ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი სუნთქვას გიკრავს, ეს დამატებული წონა ზურგზე პატარა ბავშვის ტარებას გავს. ეს ყველაფერზე მოქმედებს. თქვენს ბალანსზე, გამძლეობაზე, სწრაფად რეაგირების უნარზე თუ რამე არასწორად წავა. ფრედერიკი წინ წავიდა ბოთლნეკში, მისი კრამპონები თითქოს მყარ თოვლში ეჭიდებოდა. ხილვადობა ცუდი იყო. ღრუბლები გარს ეხვეოდა მათ, ზოგჯერ კი წიმდებარე რელიეფის ხანმოკლე დანახვის საშუალებას აძლევდა. ის ცდილობდა დაემაგრებინა პიტონი, ლითონის ლურსმანი, რომელსაც ყინულში არტყამენ სამაგრი წერტილის შესაქმნელად, თავარი ხევიდან მარჯვნივ მდებარე პატარა გამოშვერილზე. როდესაც მუშაობდა და თითქოს ღრმა თოვლში იდგა, მოულოდნელად მის ქვემოთ ზედაპირი ჩაინგრა. ესეთი მკვეთრი დახრილობის ფერდობებზე, რაც შემდეგ ხდება, სუფთა ცივი და დაუნდობელი ფიზიკაა. თოვლი მალავდა მყარ, სრიალა ყინულის ფენას. დაფრთხილების გარეშე ფრედერიკის საკრდენი ჩამოიშალა. არც თოკი იყო, რომ დაეჭირა, არც მეორე შანსი. მოულოდნელად ის სრიალებდა, შემდეგ კი ბრუნავდა და სიჩქარეს იკრებდა ყოველი დაკარგული სიმაღლის ფეხზე. დაახლოებით 8 საათზე გარლანდაეს შეშინებული ხმა რადიოში გაისმა. მისმა სიტყვებმა საბაზო ბანაკში ყველას ზარი მოჰგვარა. ფრედერიკი ჩამოვარდა. ის მხოლოდ უმწეოდ უყურებდა, როგორ მისი მთამსვლელი პარტნიორი მთიდან სულ უფრო ჩქარა მიექანებო და ღრუბლებში გაუჩინარდა. მინდა ერთი წამით მაინც ცადოთ წარმოიდგინოთ, როგორი უნდა ყოფილიყო ეს მომენტი მისთვის. აბსოლუტური შიში, როცა უყურებ ადამიანს, რომელსაც იცნობ და რომელსაც შენი სიცოცხლე ანდე, უცებ შენს თვალწინ ქრება. ერთი წამით იქ არიან, შემდეგ კი აღარ და აბსოლუტური სიზუსტით იცის, რას ნიშნავს ეს გაუჩინარება ისეთ მთაზე, როგორიცაა კეორი. გარლანდე მაშინვე დაეშვა ქვემოთ, მისი მოძრაობები აღელვებული, მაგრამ ფრთხილი იყო, სასოწარკვეთილად ეძებდა ფრედერიკის კვალს. ყველაფერი, რაც მან შეძლო ეპოვა, იყო მხოლოდ ერთი თხილამური, რომელიც მისმა მძაფრმა ვარდნამ მოწყვიტა, ახლა კი მარტო ეგდო ფერდობზე, თითქოს ბნელი ნიშანი ყოფილიყო. როდესაც ის გაუარესებულ პირობებში ფრთხილად ეშვებოდა ქვემოთ, შეხვდა ორ სხვა მთამსვლელს, რომლებიც მეოთხე ბანაკიდან ამოსვლას იწყებდნენ, და დერეკ ზალევსკის პოლონეთიდან და ფაბრიციო ზანგრილის შეერთებული შტატებიდან. სამივე ერთად დაბრუნდა მეოთხე ბანაკის შედარებით უსაფრთხოებაში, მათი სიჩუმე უფრო მძიმე იყო, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა. ამ დროს რუსი მთამსვლელი იურა ერმაცეკი მესამე ბანაკისკენ დაეშვა და ისე განალაგა თავი, რომ მთამსვლელობის მარშრუტიდან დაშვებულ ვრცელ ღია ფერდობზე ედევნებინა თვალი. ღრუბლებში წამიერი გახსნებისას მან რაღაც შენიშნა, რაც მათ ყველაზე ცუდ შიშებს ადასტურებდა. იქ, დაახლოებით 1300 ფუტით მესამე ბანაკის ზემოთ, ფრედერიკის ცხედარი იწვა. თამსვლელებისთვისაც კი, რომლებიც ისეთ სამყაროში ცხოვრობდნენ, სადაც სიკვდილი მუდმივი თანამგზავრი იყო, სიტუაცია სასტიკად ნათელი იყო. გადმოსვენება შეუძლებელი იქნებოდა. მთლიანი ფერდობი ზვავის საშიშროების სასიკვდილო ხაფანგი იყო. ვინც ფრედერიკთან მისვლას შეეცდებოდა, დიდი ალბათობით მას მარადიულობაში შეუერთდებოდა. თას სიცოცხლეების წაყვანა ჯერ არ ჰქონდა დასრულებული. ის უბრალოდ თავის შემდეგ მსხვერპლს ელოდებოდა. დაძაბული რადიოკონსულტაციების შემდეგ, რომლებიც ბანაკებს შორის მიმდინარეობდა და საბოლოოდ ფრედერიკის მამამდეც კი მივიდა, მირებული იქნა გულიამაჩუხებელი გადაწყვეტილება, კვეტილება. ფრედერიკი იქ დარჩებოდა, სადაც დაეცა, სამუდამოდ გახდებოდა იმ მთის ნაწილი, რომლის დაპყრობაზეც ოცნებობდა. როგორც ერთმა მთამსვლელმა მოგვიანებით აღწერა, მისი საბოლოო სამარე მის საყვარელ მთებზე გადახურებდა. პატარა წყალობა სხვა მხრივ ულმობელ სიტუაციაში. აი ამ ყველაფრის სასტიკი დამახინჯებული ირონია. ფრედერიკი ცოცვისას ჩამოვარდა და ვერასდროს გამოიყენა ის თხილამურები, რომლებიც მთის წვერამდე ატარა. ამ თხილამურებმა დაამატა მას წონა და შეცვალა მისი ბალანსი, იმ თხილამურებმა, რომლებიც წარმოადგენდა ოცნებას, რომელმაც ფრედერიკი ისევ კეორიზე დააბრუნა, მაშინაც კი როცა მან თავისი წინა პარტნიორის სიკვდილი იხილა ამავე ფერდობებზე. ეს ოცნება აუხტენელი დარჩებოდა თხელჰაერში მოჩვენებასავით დაკიდებული. როცა უკან ვიხედებით და ვუყურებთ, რა მოხდა სინამდვილეში იმ დღეს, რამდენიმე რამ გამოიკვეთება, როგორც გამაფრთხილებელი ნიშნები, რომლებიც მხოლოდ მაშინ ხდება ნათელი, როცა უკვე გვიანაა მათი გათვალისწინება. მაგრამ ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ ფრედერიკი უგუნური ან სულელი იყო.
ყველა ვინც ფრედერიკს იცნობდა, მას აღწერდა როგორც მეთოდურ, ფრთხილ და გამოცდილ ადამიანს. რაც ფრედერიკს დაემართა იმ დღეს ნებისმიერ მთამსვლელს შეიძლებოდა კეიორიზე დამართნოდა. იმ სიმაღლეზე, იმ პირობებში, ზვარი სახში დაბრუნებასა და შენი ამბის მოყოლასა და სამუდამოდ მთის ნაწილად ქცევას შორის, შეიძლება ისეთივე თხელი იყოს, როგორც ერთი ფიფკი. ფრედერიკის გარდაცვალების შემდეგ წლებში მხოლოდ ერთმა ადამიანმა მოახერხა წარმატებით იმის გაკეთება, რის გაკეთებასაც ის აპირებდა. 2018 წელს პოლონელმა მთამსვლელმა ანჯეი ბორგიელმა პირველი ადამიანი გახდა, ვინც კეორიის მწვერვალიდან თხილამურებით ბოლო ჩამოუნდე ჩამოვიდა. და გარკვეულწილად ფრედერიკის მცდელობამ, მიუხედავად მისი ტრაგიკული დასასრულისა, ამ ყველაფრის შესაძლებელი გახდომაში თავისი წვლილი შეიტანა. ბორგიელმა შეისწავლა ფრედერიკის მარშრუტი და მიდბი და მიდგომა, ისწავლა როგორც მისი ინოვაციებიდან, ასევე მისი საბედისწერო შეცდომებიდან. ხშირად ასე ხდება პროგრესი ექსტრემალური თავგადასავლების სამყაროში. პიონერები, რომლებიც საზღვრებს უფრო შორს წევს, ვიდრე ვინმე მანამდე, ზოგჯერ უმაღლეს ფასს იხდიან, მაგრამ მათი მცდელობები სხვებს შთააგონებს, მიხვნენ მათ კვალს, ისწავლონ მათი შეცდომებიდან და მიაღწიონ წარმატებას იქ, სადაც ისინი ვერ შეძლეს. ფრედერიკ ერიქსონის ისტორია მხოლოდ მთაზე დაღუპული კაცის შესახებ არ არის. ეს იმ უხილავი ხაზის შესახებაა, რომელიც გამბედაობასა და კატასტროფას შორის გადის. ეს ეხება იმ ადამიანურ მისწრაფებას, რომ გადალახო ის, რაც შეუძლებლად გეჩვენება, გარისკო ყველაფერი ოცნების გამო, რომელსაც უმეტესობა სიგიჟეთ ჩათვლიდა. რა ამოძრავებს ისეთ ადამიანებს, როგორიც ფრედერიკია? რა აიძულებს ადამიანს დაბრუნდეს იმ მთაზე, რომელმაც უკვე მოკლა მისი მეგობარი? ეს აკვიატებაა. ვნება? თუ სრულიად სხვა რამ, რასაც ჩვენგან უმეტესობა ვერასდროს გაიგებს. ასუხები არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ სადღაც კეორიზე ფრედერიკ ერიქსონი სამუდამოდ დარჩა იმ მთის ნაწილი, რომელიც უყვარდა. და ალბათ სწორედ იქ უნდა ყოფილიყო ის. გმადლობთ ყურებისთვის და მომავალ ვიდეოში შეგხვდებით. დარჩი მამაცი და იცხოვრე გამბედავად.